გური დადიანის Facebook-იდან რაღაც ოსურად დაიწერა, ჟამი მოვიდაო თუ რა ვიცი, ასე შემდეგ მარადისობაზე და მოკლედ ეს სიაფანდობა ყველაფერი არის სუსის. სუსი აბიტურებს ხალხს, მინავალდა ახლა გური დადიანის საქმეზე ეს წიოკი, ეს ნათელმხილველები, მედიუმები მე ეჭვიმაქ რომ ყველა სუსისგან არის პროვოცირებული ან მასთან არის დაკავშირებული, რომ წიოკებენ საზოგადოების ყურადღების გადაცატანად, რა თქმა უნდა, ხო. რომ ეს იქ ბენზინიში აქვთ, რუსეთს ამარაგებენ, აქ მეორე გეორგიევსკის ტრაქტატი მზადდება და ასე შემდეგ. მოკლედ ეს სუსის პროვოკაციებია, რომ ვიცოდეთ და ნათელმხილველებიც, რომლებიც ასე წიოკვებენ, პირდაპირ თუ გაატანეთ მნიშვნელობით სუსის დაკრულზე ცეკვავენ. საზოგადოების პროვოცირებისათვის და მათი, რა ვიცი, დეზორიენტაციისათვის და მნიშვნელოვანი საქმეების გადასაფარავად. ეხლა მე იმას არ ვიძახი, რა თქმა უნდა, რომ გურიზე და სოლიდარობა უნდა გამოუწყადოთ და დავეხმაროთ ყველანაირად, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი ლომისას ფერდობზე ჩატარდა ეს სკანირება და დადგინდა, რომ იქ არანაირი ცხედრის კვალი არ არსებობს. ახლა შემოაგორეს ეს, რომ რომელიღაცა, ვიცი, გურის საიტზე, Facebook-ზე დაიწერა ოსური შრიფტით რაღაცა. რა ვიცი, ორი სიტყვა. და პლუს ამას ვიღაცა ქმნის კიდე Facebook აკაუნტებს ამ კახა რაგვარია გელაშვილის რომელსაც გურიკა და რაღაცეები აწერია კიდე ზემოდან. აი, მოკლედ ესეთი ისენია რა. დანიშნულია ეს, რა ქვია, დამნაშავეები დანიშნული არის ეს მედიუმ ფარისეվել ნათელმხილველებისას წიოკი და საზოგადოება ამაზეა გადართული. არა, სამშობლოს გართმევენ. სამშობლოს. მოკლედ გეტყვით რა, სიამოვნებით, სიხარულით დაიჭერდა პოლიცია და სამართალთა დამცავი უწყებები ნებისმიერს იმ 16-თაგანს თუ 15-თაგანს, რომელიც გურისთან ერთად იყო ლომისაზე. ან ყველას ერთად. წარმოიდგინეთ, ამ ხელა სიხარულით დაიჭერდა. უბრალოდ სამხილი არა აქვთ პირდაპირ მტკიცებულება და ირიბი მტკიცებულება, რომ მათ რამე დანაშაული ჩაიდინეს და ამის პარალელურად თქვენ გაძაგებინებენ და მიწაში ამოგადებინეს ეს რამდენიმე კვირაა ადამიანები ალბათ, რომელიც არაფერში არ არის დამნაშავე. წარმოიდგინეთ, თქვენ რო წახვიდეთ ექსკურსიაზე და თქვენი თანხმლები დაიკარგოს და თქვენ გაგინოს თერმეელმა ამის გამო. აი ეს გავცელეთ ეს ვიდეო.